მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედი ყველანი კარგად ხართ, მოვედი თქვენთან მურიკი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება ესეთი საკითხი. მოდით ნახოთ დღეს რა გაერთიანებთ და რა გაშორებთ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. ნახეთ სანთელი რა დღეშია. ნახოთ რა მინიშნება მოგცამით. გაშლაში გვექნება ერთი ვარიანტი, შესაბამისად ასარჩევი არაფერია, განეწყვეთ ახლა გაშლისთვის, მოახდინეთ იმ პიროვნების ვიზუალიზაცია, ვისაც ვაკეთებთ გაშლას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზუალიზაციისთვის ფოტოსურათი, წარმოთქვათ მისი სახელი და შესაბამისი განწყობის შექმნის შემდეგ უკვე შეგიძლიათ უყუროთ გაშლას. მაშინ ასე დავიწყოთ, ნახოთ, შევხედოთ. აქვე შეგახსენებთ, სანამდე დავიწყებ და ჩეხავ დასტას, რომ ვისაც ურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე, ნომერზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. არ მირეკავთ, მომწერეთ, ყველას გავაგზავნით ინფორმაციას, ყველას გაგცემთ პასუხს. მაშინ ასე დავიწყოთ. რა გაერთიანებთ და რა გაშორებთ. გაშლა არის ერთ ვარიანტზე. რა გაერთიანებთ, ჩემო კარგებო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის წარსული. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი რამ გადალახეთ ერთად, საკმაოდ ბევრი რამ გამოიარეთ ერთად და პირველ რიგში ნახავთ ამას, რაზე არის აქ საუბარი კონკრეტულად, თუმცა აქ ტარო გვიჩვენებს, რომ ძალიან დიდი საერთო გაქვთ, ბევრი ბრძოლა, ერთმანეთის მხარდაჭერა, გვერდში დგომა, ერთიანობა, ხო, მოკლედ საკმაოდ დიდი ბაგაჟი გაქვთ ერთად გამოვლილი, ერთად გამოტარებული თქვენი ურთიერთობის მანძილზე. ხო, ეს მოკლედ რომ შევხედოთ, ახლა უკვე ჩავშალოთ. და კიდევ რაღაცა საიდუმლოც არის. კი ბატონო, და აუცილებლად საიდუმლოც არის. საიდუმლოც არის აქ. საინტერესო ენერგიებს მიჩვენებს აქ, რომ საიდუმლო რა ხან ახსენე, ერთი ის რომ არის რაღაცა ისეთი, რაც თქვენ ორისთვის არის მხოლოდ ცნობილი და არავის არ უმხელთ და ვიღაცა ძალიან ცდილობს ამ ინფორმაციის მიღებას თქვენგან. არ ვიცი, ეს ინფორმაციის სახით არის, რაიმე ნივთი არის, არ ვიცი, მოკლედ ის რაღაცა, რაც აი თქვენ ორს შორის არის მხოლოდ, რაც არავინ არ იცის და ვიღაცა ძალიან ცდილობს ამ ინფორმაციის მიღებას, არ ვიცი, შეიძლება საგანი იყოს რაღაცა, რომლის მიღება უნდა, რაც თქვენ ორს გეკუთვნით და უნდა ამის მიღება, ხო? და კიდევ გაერთიანებთ რა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცალ-ცალკე ხართ ეხლა, ხო, რაღაცა გარკვეული პრობლემები არის თქვენს ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, თქვენ ორ შორის არის ძალიან დიდი ემოციური კავშირი, შინაგანი კავშირი. ხანდახან შეიძლება გქონდეთ კიდევაც გრძნობა, შეიძლება მასაც უთქვამს თქვენთვის, თქვენც გითქვამს მისთვის, რომ თითქოს აი მონათესავე სულები ხართ, ხო, მეგობარი სულები ხართ ერთმანეთისთვის და აქ ძალიან დიდი კავშირი არის, გაცილებით უფრო დიდი კავშირი, ვიდრე ეს არის უბრალოდ, თქვათ, ორ ადამიანს შორის, ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა. ამაზე რაღაცა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ხორციელი კავშირი. საკმაოდ ძლიერი კავშირი არის თქვენ შორის. თითქოს აი, ცოტა ხა ისეთი უტრირებულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთისთვის დაბადებული ხართ, ხო? და კიდევ საინტერესო არის აქ, რომ კარგთან ერთად გაერთიანებთ კიდევ რა. რაღაცა გაურკვევლობები არის, ანუ თქვენ ორს გაერთიანებთ, საერთო გაქვთ, მოდი ეს აქ უფრო ეს იქნება, ეს ნათქვამი იქნება უფრო სწორი, საერთო გაქვთ რაღაცა, აქ საიდუმლო გვიჩვენა, მაგრამ რაღაცა კითხვის ნიშნები, რაღაცა საერთო ამბავი არის, არ ვიცი, ეს მატერიის სახით არის, ენერგიის სახით არის, რომელიც
ორივეს გეხებათ და ორივეს გეხებათ არც თუ ისე კარგად, ხო? არც თუ ისე კარგად, არც თუ ისე მსუბუქად. ეს შეიძლება იყოს და დაფარულია. ანუ მაინტერესებდა რა არის ეს რაც ორივეს გეხებათ და თან საზიანოთ, ხო? არც თუ ისე კარგად გეხებათ, რა არის და აი ეს რაღაცა არის დაფარული თქვენგან. იმალება თქვენთან. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ აქ უფრო მეტად ჩავშლით ამას. და მობრძანდა ქალბატონი. აი ეს რაღაცა ბნელი საიდუმლო რომელიც გეხებათ ორივეს, არა გაერთიანეთ, ეს ალბათ უფრო გაშორებთ ეს რაღაცა ბნელი საიდუმლო, მაგრამ გეხებათ ორივეს და აი ძალიან დაფარული ეს ყველაფერი, ძალიან ოსტატურად არის დაფარული, მოდის ქალისგან. ქალი დგას აქ. ამ ქალმა აქ შეცვალა ურთიერთობაში შეცვალა ენერგიები და ბავშვური გულწრფელი ემოციური ძალიან შეიძლება ითქვას ლაღი ურთიერთობები გადაიყვანა საკმაოდ მძიმე ორივესთვის მძიმე ტვირთად აქცია. აი ესეც შეგვიძლია რა ვთქვათ, ხო? ორივესთვის აქცია მძიმე ტვირთად. რა უნდა ამ ქალს, იცით რა არის, მოდი ახლა აი ამ დასტით შევხედავ. ვინ არის ეს ქალი? რა უნდა? ეს ადამიანი ან თქვენი პარტნიორის ემოციით და ენერგიით იკვებება. მიაქვს თქვენი პარტნიორის ან თქვენი ემოცია და ენერგია. ანუ მას ჭირდება ის ემოცია, მას ჭირდება ის ენერგიები, რომელიც თქვენთან არის. ნუ ეს შეიძლება წავიკითხოთ ესეც, ხო? თუნდაც თქვათ ის ბედნიერება, რომელიც თქვენთან არის, ან ის სიყვარული, რომელიც თქვენ შორის იყო, უნდა რომ კონკრეტულად მას ჰქონდეს, ხო? მიითვისოს ესე ვთქვათ და ნუ შეიძლება პარტნიორის წაყვანაც უნდა, მაგრამ ეს პიროვნება, ეს ქალი ეძებს რეალურად ეძებს იმ აი ბავშვურ სილაღეს გულწრფელ ურთიერთობებს, რომელიც იყო თქვენთან. რა მდგომარეობა არის ახლა ამ წუთას თქვენ ორ შორის? ჩვენ ახლა ამ ნაწილს ვნახულობთ, ხო, რა გაერთიანებთ, მაგრამ რა მდგომარეობა არის ახლა თქვენ ორ შორის? რა უნდა ამოსვლა? მოგძანდი? დაბნეულობა. ძალიან დიდი დაბნეულობა. ვერც თქვენი პარტნიორი, რომელიც ჩაიფიქეთ არჩევანს ვერ აკეთებს, არ იცით რომელ გზას დაადგეთ, რა არის სწორი გადაწყვეტილება, რა არის სწორი ნაბიჯები, როგორ უნდა მოიქცეთ სწორად. მოკლედ, სრული გაუგებრობა არის თქვენ ორ შორის ახლა. და ესე ცალ-ცალკე აღებულით თქვენ ვერც ერთი, ვერც მეორე ვერ ხვდებით, აი ვერ პოულობთ გამოსავალს, ვერ პოულობთ სწორ გზას, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ, რა იქნება სწორი ნაბიჯები ორივესთვის. ამას ვერ პოულობთ. კიდე რა ხდება ახლა თქვენ შორის, რაც კიდევ გაერთიანებთ. ნუ ოჯახი, შვილი. დიდი ალბათობით, ნუ 99% 100-დან ეს გაშლა ეკუთვნის მას, ვინც ხართ სამკუთხედში არის ოჯახი, არის სახლიდან შეიძლება წასვლა კიდევაც, რაღაცა ძალიან ესეთი დანაკარგი არის, აქ ჩანს კიდევ ძალიან ძლიერი, ორივესთვის ძალიან სერიოზული დანაკარგი. ოჯახი ამოდის, რაც გაერთიანებთ, სამკუთხედი, ნუ მესამე პირი არის აქ. თქვენც აქ ხართ, თქვენ აერთიანებთ კიდევ. მე მგონი თქვენ რომ არა, საერთოდ ჩამოიშლებოდა ყველაფერი, ხო? ემოციებზე ვისაუბრე, ხო? ამაგვივიდა, მაგრამ მაინც ვკითხოთ არის თუ არა გრძნობები. აი, უბრალოდ ნახეთ,
უყურებთ თქვენც ხო უწყვეტად მიდის ვიდეოს ჩაწერა და ემოციებზე წამოვიდა ჩემი შეკითხვა აქ ნათქვამი მქონდა რომ ძალიან დიდი ემოციები გაკავშირებთ ხო და მაინც დავსვე შეკითხვა ხო ემოციებთან დაკავშირებით გრძნობები და რა თქმა უნდა ორიანი თასები ამოდის რა თქმა უნდა აქ თქვენ ორ შორის ძალიან დიდი ემოცია ძალიან დიდი სიყვარული არის გრძნობები არის, პრობლემები არის, მესამე პირი არის, ყველაფერი არის, მაგრამ თავარი არის გრძნობები, იქ სადაც გრძნობებია, იქ სადაც ეს წარსულს გვიჩვენებს, ხო? ანუ წყვილს უკვე დაგროვებული აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ერთად, იქ ყველაფრის გადარჩენა არის, რა თქმა უნდა, ხო, შესაძლებელი. კარგით, ცუდია რომ იმაში რაც თქვენ გაერთიანებთ და კრავთ, თავად არის ეს რომ რაღაც დიდი ურთიერთობა, აქ სავარაუდოდ თქვენ დაკავშირებთ ოჯახით, შვილი, პლუს ამას, აი შვილი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ შვილი გაკავშირებთ და გრძნობა, სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ეს აქ არის ნამდვილად. ეს აქ არის ნამდვილად, მაგრამ აქ მესამე პირიც ამოგვივიდა, იმიტომ რომ ეს ალბათ ისეც თქვენთვის საერთოა. ხო, ორივეს გეხებათ და ალბათ იმიტომ. კარგი, გადავიდეთ ახლა ჩვენ იმ ნაწილზე, სადაც უნდა გავიგოთ რა გაშორებთ. ისევ და ისევ ემოციები, მაგრამ ამ შემთხვევაში ემოციების სისავსე. აი, რა საინტერესოა. და ასეთი შემთხვევები და როდესაც ესეთი ერთმანეთთან საწინააღმდეგო ენერგიები ამოდის ხოლმე, რამდენ რთულად წასაკითხია ხოლმე, რთულად წასაკითხია იმ კუთხით, რომ საჯარო გაშლა როდესაც არის მით უმეტეს, ხო? გაშორებთ, გაერთიანებთ სიყვარულით და გაშორებთ ისევ და ისევ სიყვარული. გაერთიანებთ წარსული და გაშორებთ მომავალი. და აქაც ისევე როგორც გაერთიანებაში, დაშორებაში ისევ ამოდის სამკუთხედი, ხო? მესამე პირი რო ცდილობს ამ ყველაფრის დაშორებას და ისევ და ისევ. ნახეთ, სარკისებურად გვიჩვენა ახლა აქ. რაც გაერთიანებთ, ის გაშორებთ. ხო, ძალიან რთულად არის შეიძლება აღსაქმელი მე მესმის, მაგრამ რაც გაერთიანებთ, აი ეს მიიღეთ რაღაცნაირად მინიშნებად, საიდუმლო გასაღებად. აგერ ბატონო, საიდუმლო გასაღებად სამყაროსგან, რომ რაც თქვენ გაერთიანებთ, ის მე მგონი მივხვდი. მე ახლა ამ შეკითხვას დავუსვავ ტაროს. და თუნდაც ეს ერთი ადამიანისთვის იყოს ეს გაშლა და იყოს იმ ერთი ადამიანისთვის და იყოს მინიშნება და გზის ჩვენება იმ ერთი ადამიანისთვის. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. ვინაიდან ტარო გვეუბნება, რომ რაც გაერთიანებთ, ის გაშორებთ. არის თუ არა ეს პიროვნება, რომელიც თამაშობს კეთილმოსურნეს თქვენთან, თითქოს გული შეტკივა თქვენთვის, მაგრამ რეალურად ამ ადამიანის ხელი ურევია თქვენს დაშორებაში. არის თუ არა ესე? მე მგონი ჩვენ ახლა აქ ძალიან დიდ საიდუმლოს ამოვხსნით. და გვიჩვენებს რას? ხო? გვიჩვენებს აი ბოდიშით. მაპატიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ ხოლმე, რომ არ დამირეკოთ, მაინც რეკავენ. აი ამიტომ ვიმეორებ ხოლმე ყოველთვის როცა წერთ. მირეკავთ, მომწერეთ, ყოველთვის გიპასუხებთ. და დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ ისევ და ისევ ამ თემას, რომ კითხვა დავსვით, ხო, რა არის ის, რა არის თუ არა ეს პიროვნება, რომელიც ვითომ გული შეტკივა თქვენზე, ვითომ უნდა თქვენი ერთობა, ვითომ გიხმარებათ და არის თუ არა რეალურად ადამიანი, რომელიცაც ხელი ურევია თქვენს დაშორებაში თქვენთან პრობლემების შექმნაში და გვეუბნება რას? კი, ნამდვილად არის ეს პიროვნება, არის ესეთი პიროვნება თქვენთან, ანუ ვინც რეალურად თქვენთან მოყვარეთ დგას, ის თქვენ გატყუებთ. რეალურად ის ძალიან გამიზნულად აკეთებს ოღონდ ამას. არ იფიქროთ, რომ ეს შეიძლება თქვენ იცით რა არის, ადამიანისთვის ძალიან რთულია, რასაც თვითონ არ გააკეთებს და არ იკადრებს, ძალიან რთულია წარმოიდგინოს და დაიჯეროს სხვაზე, ხო? და აი, რატომღაც მგონია, აი ესეთი ენერგია მოდის ჩემთან, რომ
თქვენთვის აი ბოლომდე ვერ იჯერებთ, რომ თქვათ ესე გაგიმეტათ, რომ აი ეს იკადრა, რომ ეს გააკეთა, რომ ის რეალურად მტრობთ, რომ ის რეალურად გვერდში გიდგათ, პირში გიცინით და რეალურად აკეთებს ისე, რომ ცდილობს თქვენს დაშორებას. ანუ აქ არის ადამიანი, ზურგში გარტყავთ დანას, ხო, რეალურად აქ არის ადამიანი, რომელიც თქვენთან თამაშობს ძალიან ესეთ გულშემატკივარს, არის თქვენს გვერდზე, მაგრამ ძალიან გახარებულია იმ პრობლემებით, რომელიც თქვენ ორ შორის არის. და ამას ძალიან გამიზნულად აკეთებს, ეს იცოდეთ. არა სპონტანურად, ხო? რომ აი მიფიქროთ თქვენ, რომ აი ვიქნებ შეეშალა და აი რაღაცა, არა, გამიზნულად აკეთებს ამ ყველაფერს. კარგით, მოდით ვნახოთ რჩევა თქვენთვის და ამით დავასრულოთ. იცით რა, რჩევა არის ესეთი, ხო, ხსნა ალბათ უნდა ეძებოთ რაღაცა სულიერებაში, მისტიკაში, მაგიაში, არ ვიცი, ლოცვაში, მედიტაციებში, ხო, გაწმენდაში, სუფთა ენერგიებში. ამოდი. და ბოლოს, აქ თქვენ ნახეთ, თქვენ აქ ამოდიოდით როგორც დედა-დედოფალი, მოდით ესე თქვათ, ხომ, ქალი, მზრუნველი, არ ვიცი, პარტნიორი, მეოჯახე, დედა და ასე შემდეგ და ტარო გეუბნებათ, რომ ბოლოს გამოდით ამ პოზიციიდან, ბოლოს მოიმარჯვეთ ხელში ხმალი და აი ეს ენერგიები უნდა შეიცვალოთ აუცილებლად და ესეთ მებრძოლ ენერგიებზე, ხო, მებრძოლი პოზიცია უნდა გქონდეთ უკვე აქ და დაიცვათ ის, რაც თქვენია. დაიცვათ თქვენი საკუთრება, დაიცვათ თქვენი საზღვრები, ბოლო თქვენი სიტყვა თქვათ, ხო? ეს არ ნიშნავს მანდ-მაინც იმას, რომ აი კაცისთვის იბრძოლო და ასე შემდეგ. არა, თქვენი საზღვრები უნდა გაავლოთ და ბოლოს გადაწყვიტოთ და თქვათ, რომ აი ესეა, ნაბიჯი ბოლოს უნდა გადადგათ. თქვენ ძალიან დააგვიანეთ ისედაც. ხო, აი ამ ენერგიების შეცვლა ისედაც დააგვიანეთ, იმიტომ რომ აქ ჩანს ხომ, რომ მე მგონი ძალიან ესეთი ბევრისთვის შინაური ადამიანი დგას აქ მტრად. დროა მოქმედების, რომ აღარ, აი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ აქ შეიძლება უფრო მეტი კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნას, თქვენთვის არის ბრძოლის დრო. იმოქმედეთ. აუცილებლად, იმიტომ რომ აქ შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები. ძალიან ჯობია ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ჩაატაროთ თქვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ მთელი კასკადი უსიამოვნებების იწყება, ისევ და ისევ ალბათ აქ პირად ურთიერთობაში. ისე ერთი მაინც აი ბოლოსკენ ვთქვი, რომ ბოლოა თქო რჩევა, მაგრამ მაინც მინდა შევხედო მამაკაცის პოზიციას. მისი გულის გამოწახილს, ასე ვთქვათ. აბატონო. თუ თქვენ არ იმოქმედებთ, აი ესე არის, ესე გამოიყურება მამაკაცის პოზიცია. არ იცის რა გააკეთოს და რა ქნას. აი ესეთი ამოცლილი ენერგიებისგან და ემოციებისგან იმოქმედეთ. აი ესეთი რჩევა არის ტაროსგან. მაშასე, იმედია მოგეწონათ გაშლა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ხართ ჩემ არხზე, ვინც აქტიურობთ. უდიდესი მადლობა ყველას თითოეული კომენტარისთვის. განსაკუთრებული მადლობა გვერდის გამომწერებს, აქტიურ მსმენელებს. მათაც მადლობა, ვინც შემოისეირნებთ ხოლმე ჩემს არხზე. ყველას ულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.